უფრო ხარისხიანი და უხვი მოსავლისთვის ფერმერები ახალ ჰიბრიდებს თესავენ. ნაცაცათესლე მასალაზე რასაკვირველია მოთხოვნა უფრო დიდია, მით უფრო კონკრეტულ რეგიონში უკვე მისი მედეგობა დაავადებებსა და მავნებლებზეც გამოცდილია. ჩვენი სიუჟეტი ლაგოდეხიდან. ეს არის შედეგი, ესე რომ ვთქვათ, სამი ფერის ყაბაყი ვცადე და ვფიქრობ, რომ მომავალი წლისთვის უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. ჯონი ნადირაძე ბარაქას მეგობარი ფერმერია. ლაგოდეხის ფილიალიდან მეურნეობისთვის აუცილებელ პესტიციდებსა და სასუქებს იმარაგებს. აგროკომპანიის ყაბაყის სათესლე მასალა წელს პირველად დატესტა. მართლა საინტერესო ფერები აღმოვაჩინე ბარაქაში. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ღია ფერის ყაბაყი მომყავდა ხოლმე და ეს მწვანე და ყვითელი ყაბაყი ძალიან ინოვაციური იყო, ძალიან ახალი იყო, უცხო და სურვილი გამიჩნდა, რომ გამომეცადა ეს ფერის ყაბაყები და მოლოდინს გადააჭარბა. მართლა ძალიან საინტერესოა, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, ძალიან მოთხოვნადი იქნება ჩემი აზრით ბაზარზე, იმიტომ რომ არ შემხედრია ასეთი ფერის ყაბაყები. ვიზუალის გარდა ყაბაყის ამ ჰიბრიდებს გემოვნური თვისებებიც გამოარჩევს. ეხლა ნახოთ ერთ-ერთი ჰიბრიდის სახეობა, რომელიც არის ბრილიანტი. შეგვიძლია შიგ თავსიც ნახოთ, როგორ გამოიყურება და რაც მე მასში მომწონს, ეს არის ნაკლები თესლი და მასიურობა უფრო, რაც მის სახეს და ზოგადად ყაბახს ძალიან პროდუქტიულს ხდის, ძალიან სასარგებლოა. ხედავთ, რომ ძალიან ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არ არის შიგნით ბევრი სათესლე მასალა და ვიტამინებით სავსეა ერთი სიტყვით. ძალიან გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, მე ვფიქრობ, უცხო გემოც აქვს, უცხო ფერთან ერთად ძალიან უცხო გემოც აქვს. ყაბაყის წლევანდელი მოსავლიდან გამომდინარე ფერმერი ჰიბრიდების დათესვას უკვე სარეალიზაციოდ უფრო დიდ ფართობზე გეგმავს. უპირატესობას რაც შეეხება, ვფიქრობ, კომპაქტურია, არ გადის შორს და მოსაკრეფად, მოსავლელად ძალიან ამატივებს ამ საქმეს. ასევე ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით, რაც გავაკეთე, დაავადებებთან მიმართ ძალიან გამძლეა. მარტივად არ ხდება დაავადებები. სხვა ჯიშის ყაბაყები, რომ 1 და 2 დღე უძლებს და შემდეგ კარგავს სარეალიზაციო სახეს, ამ შემთხვევაში შეიძლება 3-4 დღეც გაუძლოს და პრობლემა არ ექნება. ვფიქრობ, რომ მომავალში გავაკეთებ სარეალიზაციოდ, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ წლევანდელი მოსავლით. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია, ვფიქრობ, რომ მოთხოვნადი იქნება. ფასიც ვფიქრობ, რომ არ უნდა კონდეს ურიგო და მომგებიანიც უნდა იყოს. ამ სათესლე მასალის მომწოდებელი ესპანური კომპანია სემილას ფიტოა. ბარაქას ფილიალებში თესლები პასკალისა და ბრილიანტის სახელწოდებითაა წარმოდგენილი. სემილას ფიტო ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია, რამდენიმე წელია უკვე სემილას ფიტოსთან აქტიურად თანამშრომლობთ. როგორც ვიცით, ეს არის ესპანური კომპანია და რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ჩვენ რეგიონში, ეს არის რომ ესპანურ კლიმატში გამოყვანილი თესლი და იქაურ ჰავა შეგუებული თესლი ჩვენ ცხელ კლიმატებს ძალიან კარგად შეეგუა და ძალიან კარგი ადაპტაცია განიცადა. ყაბაყის ეს ჰიბრიდი ბარაქამ წინასწარ გამოსცადა. კომპანიის აგრონომმა მისი თავისებურებები შეისწავლა და დაცვის სპეციალური სქემად შეიმუშავა. ყაბაყი ბრილიანტი არის მუქი მწვანე ფერის, დაახლოებით 22-24 სანტიმეტრის სიგრძის და ამ ყაბაყს რაც შეეხება, აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, როგორც ყველამ ვიცით, ყაბაყს სწრაფი ზრდა ახასიათებს, ძალიან სწრაფად იზრდება ზომებში. აი ამ დროს და რომელიც პატარა დისკომფორტს უქმნის ხოლმე ფერმერს, რადგან ძალიან სწრაფი მოსავლის მიღება შეიძლება ყაბაყიდან. აი ამ ყაბაყ ბრილიანტს ახასიათებს აი ნაყოფების ძალიან თანაბარი და სტანდარტულად ოდნავ ნელი ზრდა, რაც ფაქტიურად გამორიცხავს ამ ნაყოფის გადაბერებას და უფრო აი ესეთი მიზანშეწონილი ხდება ფერმერისთვის. ყაბაყი პასკალი, როგორც ხედავთ, სტანდარტული ტიპის ყაბაყია. ქართულ ტრადიციულ სამზარეულოში უკვე დიდი ხანია დამკვიდრებულია უკვე ეს ყაბაყი, ყველა აქტიურად იყენებს
და განსაკუთრებით უნდა ვთქვათ, ამ ჯიშების მაღალი გემონური თვისებები. ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ ესპანური კომპანია Semillas Fitosთან აქტიურ თანამშრომლობას და უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი ახალი პროდუქცია დაგვემატება, როგორც ყაბახში, ასევე საზამთროებში და სიახლეებს ეტაპობრივად გაგაცნობთ. ვიდრე ესა თუ ის ჰიბრიდი მეგობარი ფერმერის მეურნეობაში მოხდება ბარაქას, აგრონომები მას წინასწარს ცდიან. გემონურ თვისებებს აფასებენ და მავნებლებისა და დაავადებების მიმართ მედეგობას აკვირდებიან. ჰიბრიდი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს. უხმო მოსავალს კი პირველ რიგში სწორედ შერჩეული სათესლე მასალა განაპირობებს.